ლამის ჩავიფსი, გოგო, რა ისტორია მოყევი ეგ? გოგო, მე კი არ მომიგონია ეგრე იყო და. მედიკო ალბათ დიდი იქნება ხო უკვე თქვენი შვილი. მედიკოს დიდი ბიჭი ყავს, კაცო, უკვე. რამდენი ის იქნება, გოგო? 26-ის? 26 წლის არის ხო? ერთი თვის წინ გახდა და გრანდიოზული დაბადების დღე გადაიხადა, სულ ძმაკაცები და ისინი ყავდა. ხო, აი რამდენს ნიშნავს შემდგარი ადამიანი, კაი შემოსავალი რო გაქვს, შეგიძლია მუშაობ და გადაიხადა დაბადების დღეც. ვაიმე, მან გაჩერდი ინგა ეხლა რა. რას ქვია კაცო მუშაობს? რატომ უნდა იმუშაოს ბავშვმა, როცა მეც და მამამისაც ორი ხელი და ორი ფეხი გვაქვს. რა სისულელეა? ლიდია, კითხება ბავშვი ძუძუზე ხო არ გყავსო? ანასტასია. ბავშვი ჩემი შვილი 22 წლის არის და 2 სამსახური აქვს. მე არა, მე ეგრე შვილები არ გამიზრდიან ნამდვილად. ერთი წუთი. ხოლებანი. კარგი დედი გამოვალ ეხლავე. კარგი. გოგოებო უნდა გავიქცე რა რაღაც საქმე გამომიჩნდა და. კაი მედიკო, მიდი აბა აღარ გაცილებ. კაი. რას გავარდა კაცო, რა ეჩქარებოდა რა. შვილმა დაურეკა. ალბათ პამპერსი აქვს გამოსაცვლელი.